ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა. შემდეგ გადაინაცვლეთ ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან და წარუდგინეთ მას პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. რეგისტრატორი ამომრჩევლის პირადობის ელექტრონულ მოწმობას გაატარებს ვერიფიკაციის აპარატის სამკითხველში, ხოლო პასპორტის ან არაელექტრონული მოწმობის შემთხვევაში მონაცემებს შეიყვანს ხელით. რეგისტრატორთან გაიკეთეთ მარკირება მარჯვენა ხელის სერა ან საჩვენებელ თითზე. ხელი მოაწერეთ ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარს. რეგისტრატორისგან მიიღეთ სამსვეტიანი საარჩევნო ბიულეტენი და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო კონვერტი. რეგისტრატორის მითითებით სპეციალური მარკერით გააფერადეთ საცდელი წრის შიდა სივრცე. ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენის თითოეულ სვეტში გააფერადეთ მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის წინარსებული წრის შიდა სივრცე. შევსებული საარჩევნო ბიულეტენი მოათავსეთ ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო კონვერტში. კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ სპეციალური ჩარჩო კონვერტის დახმარებით ბიულეტენი ხმის დათვლის აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ მოათავსეთ. მას შემდეგ, რაც საარჩევნო ბიულეტენი აღმოჩნდება საარჩევნო ყუთში, დადეთ ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო კონვერტი მაგიდაზე და დატოვეთ საარჩევნო უბანი.